როგორ ხარ? მათ თქვენკივა. გააკეთებელები? რავი, გამყამობით ხომ მткиოდა და ეხლა ცოტა ისეთი მткиვა. რანაირად რამ დაგარტყეს თუ რანაირად? ანუ ხელიც მომიქნიეს, მე ხელიც მკრეს და მანქანაში, მაგრამ მომიჯახუნეს კარები და ისე ჩამიყოლიეს მანქანაში ფეხი და ისე მოკლა. თან ბიჭებიც ვერ დამეხმარეს, იმიტომ რომ იქით მაშინ სადაც ქვა ჩაარტყეს ხო ეს ხო, ანუ დროშებიც ჰქონდა და რომელიც ის დროშები წაგვართვეს. ხელიდან წამართვეს უკრაინის დროშა ჰქონდა და ის ორი დროშა, საქართველოს დროშა და უკრაინის დროშა იყო და იმას უტყამდნენ ლაშას. შამოვი არის კიდე მაგალითად. შამოვი ნაცებია. ხუთი კაცი უტყამდა, მძღოლიც გიაც მაგრაცემეს და რა ვიცი. გადაშავებულები არიან და ლაშა საავადმყოფოში წევს ერთ. ლაშა საავადმყოფოშია კი და მაგას ახლა ომის დროს აქვს მიღებული ტრავმა და ამიტომ. ხო, და ეხაც წინში საგანგაშოა მაგიტომ. ომის დროს აქვს კანტუზია მიღებული და საგანგაშოა. პოლიცია აცხადებდა რომ რაღაც არ თანამშრომლობენ და ვინმე დაგიკავშირდა? ანუ ჩვენებაზე პოლიციიდან რა ანუ ამდილით იყვნენ რაღაც 5 საათისკენ მოსულები და ჩვენების მისაცემად მაგრამ ანუ ვერ მიცემდი ხა ამდილით იმიტომ რომ ვერც ვაზროვნებდი თან მეძინა და სხვა დროისთვის დილის 5 საათზე მოვიდნენ ხო ნუ ხა გავგებარა დილის 5 საათზე ხო და დაგიკავშირდებით ჩვენების მისაცემად იმიტომ რომ ხა ისეთი ის უნდათ გაავცელონ შექმნან ის რომ თუ არ თანამშრომლობთ გამოძიება თუ რამის გამოძიება უნდათ კი ბატონო გამოძიება საავადმყოფოშიც ერთ სამჯერ მაინც დამკითხეს და ხო რა კი და ის ვინც თავს დაგესხა იცით ვინ არის ანუ ოცნების ისინი რო არიან ვიცით აქტივისტები იმიტომ რომ მაისურები ეცვათ ალბათ დაურეკე ლაშას იმიტომ რომ საავადმყოფო ჭირვეულობს და არ გვიშვებს შეგიძლია ლაშა აგერ ბატონ გიგის უნდა შენთან საუბარი როგორ ხარ ლაშა რა კარგად ვიჯო, მგონი ტვინი შევყევაგა, ხო? გამაგრდი. მოსვლას ვაპირებდი, მაგრამ საავადმყოფოს ისე ყევხართ, შაკეტილი, იმასავე, ციხესიმაგრე გეგონება. მაგრამ ნორმალურად, ანუ კურნალობა ნორმალურად ყველაფერი? კაი, გამაგრდი მოკლედ შენიცი და აბა მაგრად იყავი.